თუ ქალს აქვს გახანგრძლივებული მენსტრუაციები 10-15 დღის განმავლობაში, შეიძლება მეტიც. შესაძლებელია თუ არა ეკოსკოპიური კვლევით დასვა დიაგნოზი. სხვათა შორის გავს კითხვებს ხშირად ვღებულობ მენსტრუალური დარღვევის სხვადასხვა ტიპებზე, რომ წავედი ეკოსკოპიაზე, გავიკეთე და ყველაფერი ნორმაშია. და მეკითხებიან, აბა რა შეიძლება იყოს მიზეზი. საქმეც იმაშია, რომ როდესაც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ნებისმიერი სახის, იქნება ის, რომ გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ან გადაცდენებია და ასე შემდეგ, ან მტკივნეული მენსტრუაციები. ხშირ შემთხვევაში ეკოსკოპიური მაჩვენებლები არის აბსოლუტურ ნორმაში. და ეკოსკოპისტი გეუბნება ნორმალური, წერს რომ ყველაფერი ნორმალურია და ესე ვთქვათ, ქალი არის გაუგებრობაში. აბა რატომ აქვს ესე? საქმე იმაშია, რომ ის, როდესაც საშვილოსნო ენდომეტრიუმის საკვერცხე არის ნორმალური, ესეც დიაგნოზია და ამ დროს მაინც აქვს ეს ჭარბი მენსტრუაციები. მეცაც გეტყვით, შეიძლება ქალს კონდეს კვანძი, მიუმატოზური კვანძი, მიომა, ხო? კონდეს გახანგრძლივებული მენსტრუაციები, მაგრამ ეს მიუმატოზური კვანძი არაფერ შუაში არ იყოს ამ გამონადენთან, გახანგრძლივებულ მენსტრუაციასთან. ან პირიქით იყოს შუაში და სწორედ ამისთვის არსებობს ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, იმისათვის, რომ თქვენი კლინიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, თქვენი ისტორიიდან და ასე შემდეგ დასვას ზუსტი დიაგნოზი და დაგინიშნოთ სათანადო მკურნალობა.